ყველაზე მასშტაბურ, მრავალრიცხოვან და ფინანსურად ძლიერ სან-ფრანცისკოს გეი პრაიდს ტრამპის გაპრეზიდენტებიდან სულ რაღაც ორ თვეში ასეთი სერიოზული პრობლემები თუ შეექმნებოდა, რთული წარმოსადგენი იყო. მაგრამ თურმე გარყვნილების გიგანტებსაც უჭირს წონასწორობის შენარჩუნება, როცა ჯამთელ იდეოლოგიას ეჯახებიან. რამდენიმე ათწლეულია კალიფორნია და კერძოდ სან-ფრანცისკო მსოფლიო LGBT პროპაგანდის მთავარ ცენტრად ითვლება. გეი პრაიდი, რომელიც ყოველი წლის ივნისში იმართება, ყველაზე მრავალრიცხოვან და გრანდიოზულ ღონისძიებად ითვლება ყველა მსგავს გარყვნილ მარშებს შორის, რომელიც კი დედამიწაზე იმართება. სან-ფრანცისკოს გეი პრაიდისთვის ქალაქში მთელი მსოფლიოდან მილიონობით ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ჩამოდის. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ეს ერთგვარი LGBT მომლოცველობის ცენტრია, სადაც ჩასვლა და როკვა ყველა გეის და ტრანს თავის ვალდებულებად მიაჩნია. ამასთანავე სან-ფრანცისკოს გეი პრაიდი ერთგვარი პოლიტიკური გზავნილიცაა. როგორც პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, პრაიდი მუდამ ახსენებს კაცობრიობას იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც ჰომოსექსუალებმა გაიარეს 1970 წლიდან, როდესაც დაარსდა კიდეც სან-ფრანცისკოს გეი პრაიდი. ცნობისთვის პრაიდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოს ტრანსგენდერთა ინიციატივების ოფისის დირექტორი, ტრანსგენდერთა ოლქის დამფუძნებელი, ვითომ ქალად გადაკეთებული მამაკაცი ჰანი მაჰოგანი იმავდროულად სან-ფრანცისკოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეც გახლავთ. ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ გეი პრაიდი ყოველთვის გადატენილია პოლიტიკური გზავნილებით. და აი ასეთი გარყვნილების გრანდიოზული ფესტივალი ფინანსურ კრიზისში ჩავარდა. საკმარისი აღმოჩნდა ახალი ადმინისტრაციის ანტი-LGBT პოლიტიკის გამოცხადება და ამ ოჩოფეხებზე მდგარმა ღონისძიებამ ჩამოშლა დაიწყო. პრაიდის დამფინანსებელმა კომპანიებმა ერთი მეორის მიყოლებით უარი განაცხადეს გეების და ტრანსების ყველაზე დიდი ფესტივალის დაფინანსებაზე. ჯერჯერობით 4 ისეთმა კომპანიამ თქვა უარი თანხის გადარიცხვაზე, რომლებიც 20 წელზე მეტია უწყვეტად დაფინანსებდნენ გარყვნილების ან მსოფლიო დღესასწაულს. ესენია ამერიკის სატელეკომუნიკაციო გიგანტი Comcast-ი, ლუდის მწარმოებელი ქსელი Anheuser-Busch, ამერიკული კოსმეტიკური კომპანია Benefit Cosmetics და ალკოჰოლის მწარმოებელი ბრიტანული გიგანტი Diageo. ამ 4 ყველაზე მსხვილი სპონსორის ამოვარდნამ სან-ფრანცისკოს პრაიდი $1.5 მილიონის გარეშე დატოვა, რაც როგორც ორგანიზატორები ერწმუნებიან, კატასტროფული დარტყმაა ღონისძიებისთვის. ბუნებრივია, მათი მტკიცებით ყველაფერში დამნაშავე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომლის პოლიტიკამ დააშინა კომპანიები და მათ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის დაფინანსებაზე ხელი ააღებინა. არა, დიდწილად ეს სიმართლეა, მაგრამ რატომ არ ფიქრობს არავინ, რომ გარყვნილების მიმართ ინტერესის დაკარგვა ზოგადად გარყვნილი პოლიტიკის ცვლილების ბრალით შეიძლება იყოს. მაშინ, როცა ჯო ბაიდენი ტრანსგენდერებს ამერიკის სულს უწოდებდა და ყველა სახელმწიფო შენობაზე LGBT დროშებს კიდევდა, ბუნებრივია კომპანიებისათვის ძალიან რთული იქნებოდა უარის თქმა პრაიდების დაფინანსებაზე, რაც ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ წასვლასაც ნიშნავდა. დღეს კი როცა ქვეყანა ანტი-LGBT პოლიტიკამ მოიცვა, იგივე კომპანიებს სრულებითაც აღარ სიამოვნებთ LGBT შიზოფრენიაში მილიონობით დოლარის გადაყრა. San-Francisco Pride, მასობრივი ფსევდოლიბერალური სისტემის მიერ თავს მოხვეული იდეოლოგიური სპექტაკლი. სწორედ ეს შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში ყოველწლიურად იმართება. სრული გარყვნილების ტირაჟირებისთვის გათვლილი ფესტივალი ტრადიციულად ივნისის ბოლო შაბათ-კვირას ხორციელდება. ეს თარიღი ემთხვევა Pride Month, რომელიც ასევე ივნისის განმავლობაში აღინიშნება. მავნე იდეოლოგიური პროპაგანდისკენ მიმართული ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მასშტაბური LGBT ღონისძიებაა მსოფლიოში. სან-ფრანცისკოს პრაიდი ყოველწლიურად ფსევდოლიბერალური ექსპერიმენტის ცენტრში, კალიფორნიაში იმართება და 100,000-ობით ადამიანს იზიდავს, რომლებიც იდეოლოგიურ აღლუმებში, მასობრივ ღონისძიებებსა და პროპაგანდისტულ სპექტაკლებში მონაწილეობენ. ეს გარყვნილების ტირაჟირებისკენ მიმართული ფესტივალი გრანდიოზულ მსვლელობას მოიცავს, სადაც LGBT ორგანიზაციები, აქტივისტები, კომპანიები
და საზოგადოების წევრები მონაწილეობენ. ღონისძიება დატვირთულია მუსიკალური შოუებით, LGBT ლექციებით, გამოფენებითა და აგიტაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობებით. სან-ფრანცისკოს პრაიდი ასევე მოიცავს ეგრეთ წოდებულ საზოგადოების მხარდაჭერისკენ მიმართულ აქტივობებს, როგორიცაა ჰუმანიტარული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც ხაზს უსვამს თანასწორობისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების მნიშვნელობას. თუმცა ეს ყველაფერი არის მორიგი ხელოვნურად შექმნილი ნარატივი, რომელიც სინამდვილეში მიზნად ისახავს კულტურული იდენტობის დამახინჯებასა და კაცობრიობის მორალურ დეგრადაციას. ამ ღონისძიებას პირველად 11 წლის წინ ვეწვიე. სწორედ მისი წყალობით დავრძმუნდი იმაში, რომ ტრანსგენდერი უნდა ყოფილიყავი და მას შემდეგ აქ ყოველწლიურად ჩამოვდივარ. ჩემთვის როგორც ტრანს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ხილვა. აქ შეხვდებით ყველას, მათ შორის შედარებით დიდი ასაკის ტრანსგენდერებსა და ახალგაზრდებს. ამ დროს ყველა ვერთიანდებით ერთი დიდი ქოლგის ქვეშ. სან-ფრანცისკოს პრაიდი ოფიციალურად 70-იან წლებში დაიწყო, თუმცა მისი ფესვები 1969 წლის სტოუნოლის აჯანყებას უკავშირდება, რომელიც LGBT პროპაგანდისტების უფლებების გარდამტეხ მომენტად იქცა. ფსევდოლიბერალური ქალაქის მანიპულაციური შოუს პირველი ღონისძიება 1970 წლის 27 ივნისს გაიმართა და მასში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება შედარებით მცირე ზომის გახლდათ, მისი მნიშვნელობა უზარმაზარი იყო, რადგან მან LGBT უფლებებისა და მოტივაციის აღორძინებას დასავლეთ სანაპიროზე სერიოზული ბიძგი მისცა. სან-ფრანცისკოს პრაიდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს იმ კულტურული და პოლიტიკური პროცესებისა, რომლებიც თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში უწყვეტად ვითარდება. ეს ღონისძიება აღარ არის მხოლოდ LGBT უფლებების დასაყრდენი და მისი აღნიშვნა, არამედ ის გახდა ნაწილი ფართო იდეოლოგიური აგიტაციისა, რომელიც არამხოლოდ საზოგადოების თანასწორობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, არამედ ზოგადად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ჯანსაღი ცნობიერების გადაგვარებას ემსახურება. მოცემული ღონისძიება ხშირად მიიჩნევა როგორც მასობრივი იდეოლოგიური მანიპულაცია, რომლის მიზანია მოიცვას არამხოლოდ LGBT მოძრაობა, არამედ მთელი სოციალური სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან ახალ კულტურულ ნორმებსა და ნაკადებს. ასეთი მასშტაბის გარყვნილების ტირაჟირებას ბუნებრივია უზარმაზარი ფინანსური რესურსიც სჭირდება, რომელიც კორპორაციული ინტერესების დაკმაყოფილებაზე გადის. საზოგადოების მანიპულაციისა და იდეოლოგიური დეგრადაციისკენ მიმართული პრაიდის ფინანსური წყაროც წლების მანძილზე, როგორც წესი, ამერიკის ოლიგარქიული ოჯახებიდან და მსხვილი კომპანიებიდან მოდიოდა. ამ პროცესში ხდებოდა არამხოლოდ LGBT თემის იდეების კომერციალიზაცია, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება, რათა პოლიტიკურ და კულტურულ დონეზე ზეგავლენა მოეხდინათ. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა, 2025 წლის სან-ფრანცისკოს პრაიდი სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა. ერთ დროს LGBT დროშის სფერებში შეფუთული კომპანიები ამ მავნებლობისკენ მიმართული ღონისძიებების დაფინანსებას აღარ აპირებენ. სპონსორები, რომლებიც მსოფლიოში უმსხვილეს LGBT ზეიმს მხარს წლების განმავლობაში უბამდნენ, ბიუჯეტის სიმცირის მიზეზით პროცესს გამოეთიშნენ. მედია კორპორაცია Comcast, ალკოჰოლური სასმელების კომპანია Diageo და ლუდის მწარმოებელი კომპანია Anheuser-Busch სან-ფრანცისკოს პრაიდის წლევანდელ სპონსორებად აღარ მოგვევლინებიან. დიახ, მხოლოდ ამ სამი კომპანიის გამოთიშვის გამო ღონისძიებას $1,300,000 ამერიკული დოლარის დაფინანსების დეფიციტი შეექმნა. ამ კომპანიებმა განგვიცხადეს, რომ წელს სან-ფრანცისკო პრაიდში მონაწილეობის მისაღებად მათ საკმარისი ბიუჯეტი არ ჰქონდათ. არადა ზოგიერთი მათგანი აწლეულების განმავლობაში პრაიდის ნაწილი იყო. ჩვენ თითოეულ მათგანთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. გრძელვადიანი სპონსორების უეცარი წასვლა არის პოლიტიკური გარემოს შედეგი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მართავს და რომელიც სულ უფრო მტრული ხდება LGBT საზოგადოების მიმართ. ისევ კონსერვატიულად განწყობილი მთავრობის აქტიურობა და LGBT დღის წესრიგის ჩახშობა თუ მოიყვანს მსოფლიოში უდიდეს კორპორაციებს გონზე, რომლებმაც LGBT მოდის ტენდენციების აყოლა გადაწყვიტეს. თუმცა ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ LGBT დღის წესრიგის წახალისება წარუმატებლად სრულდება, რადგან თავად ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებაც არ აპირებს პოზიციების დათმობას და გარყვნილების ტირაჟირებაში ხელშემწყობი კომპანიების პროდუქციის შეძენაზეც კი უარს ამბობს. ამის მრავალი მაგალითი გაგვეშუქებია.
თუმცა ბუნებრივია ქვეყანაში ფესვგადგმულ გარყვნილებას პრაიდებსა და მათ პროპაგანდისტულ სპონსორებს ერთი ხელის მოსმით ვერ დაასრულებ. სწორედ ამის მაგალითია Benefit Cosmetics-ი, რომელიც სხვა სპონსორებისგან განსხვავებით წლევანდელი სან-ფრანცისკოს პრაიდის დაფინანსებას მაინც აპირებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ყოველთვის აპირებდა ღონისძიებაში მონაწილეობას და წელს ის მას სიამაყით აღასრულებს. პრაიდის LGBT ორგანიზატორები კიდევ უფრო დიდი შემართებით არიან და იმედოვნებენ, რომ სხვა კომპანიები კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ამასთან ცოტა ხნის წინ სან-ფრანცისკოს პრაიდმა ადგილობრივ და დიდი ხნის სპონსორ მეტასთან ინტერნეტში ფაქტების შემოწმების ნაკლებობისა და DEI პროგრამების აღმოფხვრის გამო კავშირები გაწყვიტა. ეს ღონისძიება დიდ ეკონომიკურ სარგებელს აძლევს ქალაქ სან-ფრანცისკოს და პრაიდის ორგანიზატორები უზრუნველყოფთ იმას, რომ ღონისძიება მაინც შედგეს. ჩვენ ვიპოვით ახალ სპონსორებს, ახალ პარტნიორებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ სან-ფრანცისკოში ყველა კარზე მოგვიწევს დაკაკუნება, ჩვენ ფულს მაინც ვიპოვით, რათა ჩვენს საზოგადოებაზე ვიზრუნოთ. მართალია ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულ ბრძოლას ახორციელებს ამ მავნე იდეოლოგიაზე, მაგრამ შეერთებულ შტატებში LGBT პროპაგანდისტებისა და მათი ლობისტების წინააღმდეგობაც დიდია. ბუნებრივია ის LGBT გადაგვარებულობა, რომელსაც ამერიკის ოლიგარქიული ოჯახებისგან და მსხვილი კომპანიებისგან წლების მანძილზე ხელი ეწყობოდა წინააღმდეგობის ფონზე კვლავ აქტიურად განაგრძობს არსებობას და ახალ-ახალი სტრატეგიების დასახვას. ტრამპის განკარგულებებისა და ქვეყანაში გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ საზოგადოების მოწამვლას და ფსევდოპროგრესული დღის წესრიგის წარმოებას. ივნისის თვე ფსევდოლიბერალურ დასავლეთში კი ამ პროპაგანდის ყველაზე ნათელი და თვალსაჩინო მაგალითია. თუ ვინმეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია მყარ ფუნდამენტზე დაფუძნებულ ღირებულება და სისტემად მიაჩნია, შეუძლია დატკბეს მისი ყოვლად არასტაბილურობით და არასაიმედოობით. პირველივე ანტი-LGBT განკარგულებების გამოცემისთანავე, თელმა ამ გარყვნილების იმპერიამ ხუხულასავით დაიწყო დაშლა. და ეს მაშინ, როცა ტრადიციული ოჯახური ღირებულებები უკვე 40 წელია ასეულობით მილიარდი დოლარით დაფინანსებულ შემოტევას უძლებს და მის მდგრადობას ერთი მისხალიც კი არ დაჰკლებია. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. თუ სან-ფრანცისკოში ფინანსური ან კიდევ რამე სხვა მიზეზით გეი პრაიდი აღარ ჩატარდება, ეს იქნება კაცობრიობის მენტალური გამოჯანმრთელების გზაზე გადადგმული ალბათ ისტორიული ნაბიჯი, რადგან მსოფლიოს ნომერ 1 გარყვნილების ფესტივალის გაუქმება აუცილებლად გამოიწვევს დომინოს პრინციპს და შედარებით პატარა გეი პრაიდები საფრის ბუშტებივით გაქრებიან. ეს კი გარყვნილების მსოფლიო პროპაგანდის მართლაც რომ დასასრულის დასაწყისი იქნება. დროებით.